ხდება. აქ არის გამოსახული თქვენაირი პატარა ბავშვები. კოლაელი ყრმები. კოლა არის დღევანდელი ტაო კლარჯეთი, ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე. მდინარე მტკვარი, ხო გაგონიათ? აი მდინარე მტკვარი, საიდანაც სათავეს იღებს, იქ არის იქ იყო სოფელი კოლა. აი იმ კოლაში მცხოვრები ყრმები არიან. იქ თურმე წარმართებთან ერთად ქრისტიანები ცხოვრობდნენ. ეხლა თქვენ რო არ დაიბნეთ ზოგიერთი რა არის წარმართი და ვინ არის ქრისტიანი? წარმართი არის ადამიანი, რომელსაც არ ჯერავს, რომ მარადიული ცხოვრება არსებობს. მარტო იცის, რომ ამ წუთის სოფელში რაც იქნება ეგ არის, იმის იქით ვერ იხედება, მისი სულიერი თვალი ვერ წვდება. ამიტომ ვცდილობს, რომ ამ წუთის სოფელში რაღაცნაირად კარგად იყოს და არ სწამს მარადიულობა, არ სწამს ღმერთი, არამედ ეთაყვანება ადამიანის ხელით გაკეთებულ სხვადასხვა კერპს. ეს შეიძლება იყოს ხე, შეიძლება იყოს რაღაცა ქანდაკება, ზოგი ცეცხლს ეთაყვანებოდა, ზოგი მზეს ეთაყვანებოდა და ასე შემდეგ უამრავი კერპი არსებობს. მაგრამ ქრისტიანი არის ადამიანი, ვინც ქრისტეს ბაძავს და ვინც იცის, რომ ამ წუთის სოფლის იქით მარადიული სიცოცხლე არსებობს და იცის, რომ ფიზიკურად რომ გარდაიცვალოს, მოკვდეს არა, ის მაინც სიცოცხლებს და მისი სიცოცხლე არასოდეს არ ვთავრდება. აი წაგან ჩვენ რო პანაშვიდს ვიხდიდით, ხო გითხარით, რომ თქვენი მიცვალებულები მოიხსენეთ. ისინი ცოცხალნი არიან და თქვენს ლოცვას ელოდებიან, რომ თქვენმა ლოცვამ ანუგეშვას. და ეხლა წარმოედგინეთ, იმ სოფელ კოლაში ამ წარმართ ბავშვებთან ერთად ცხოვრობდნენ ქრისტიანი ბავშვებიც და ისინი ერთად თამაშობდნენ ხოლმე. რომ მოსაღამოვდებოდა და ტაძარში რო ზარი დაირეკებოდა, ზარი რო ირეკება, ესე იგი ეს ამით უფალი მოგვიწოდებს, გვამცნობს, რომ მოდით ტაძარში ღვთისმსახურება იწყება და რომ ადამიანმა სული გადაირჩინოს. ქრისტიანი ბავშვები შედიოდნენ ტაძარში, ამ წარმართ ბავშვებსაც, რომლებიც არ იყვნენ მონათლულები, უნდოდათ, რომ მათთან ერთად შესულიყვნენ ტაძარში, მაგრამ მათ ეუბნეოდნენ, რომ თქვენ რადგან კერპსახურთა შვილები ხართ, არ შეიძლება თქვენი შემოსვლა ტაძარში. მოინათლეთ, ირწმუნეთ იესო ქრისტე და შემდეგ შეგეძლებათ, რომ ჩვენთან ერთად შემოხვიდეთ და ეს ბავშვებიც მართლაც მონდომებული არიან, რომ მოინათლონ, ესე იგი ქრისტეს ნათელი მიიღონ. და იმ ქრისტიანმა ბავშვებმა უთხრეს ხუცეს, ანუ მღვდელს უთხრეს იქ. მღვდელიც არ შეუშინდა წარმართებს, რომელთაგანაც მას წამება ელოდებოდა ამის გამო, ტანჯვა ელოდებოდა და ეს ბავშვები წარმოედგინეთ, ჩააყენეს გაყინულ მდინარეში. იქ უნდა მოენათლა მღვდელს, ბავშვები ჩააყენეს, მღვდელიც იქ ჩავიდა, ხო გინახიათ ნათლობა როგორ ხდება, რომ ჩააყურყუმელავებენ სამჯერ არა, ყოვლადწმინდა სამების სახელით, მამა ღმერთის, ძე ღმერთისა და სულიწმინდა ღმერთის სახელით. ჩვენ ვინც მონათლული ვართ, ყველა ასე ვართ, ყოვლადწმინდა სამების სახელით ვართ მონათლული. და ეს ბავშვებიც რო ინათლებოდნენ, აი ღმერთი როგორი მოწყალია, ნახეთ. სასწაულებრივად იქ წყალი გათბა. და ეს ბავშვები მოინათლნენ და ამ ქრისტიანებთან ერთად იყვნენ ტაძარში. მათმა მშობლებმა რომ გაიგეს, რომ ბავშვები მოინათლნენ, ეს კერპსახურები იყვნენ მშობლები. მშობლებმა წაიყვანეს ეს ბავშვები, ეს 9 ყრმა, ესენი ადრე წარმართები იყვნენ, მერე მოინათლნენ. წაიყვანეს სახლებში და მოკლედ 7 დღე და ხამე ამათ არაფერი არ უჭამიათ, იმიტომ რომ ესენი იმ ანუ კერპისათვის შეწირული ცხოველის ხორცს არ ჭამდნენ. ამათ ერჩინათ მომკვდარიყვნენ, ვიდრე ეგეთი რამე შეეჭამა, რაც ქრისტიანისთვის მიუღებელი იყო. 7 დღე ასე უჭმელ უსმელები იყვნენ, წარმოიდგინეთ და მერე ამათი მშობლები მივიდნენ იქაურ მთავართან, მართველი ვინც იყო. და მოკლედ გამოითხოვეს მათგან უფლება და ეს ბავშვები, ესე იგი, ჩაყარეს ორმოში და ესენი ამბობდნენ, რომ ჩვენ ვისი სახელითაც ნათელი ვიღეთ, ანუ ქრისტეს გულისთვის ჩვენ შეგვიძლია რომ მოწამეობრივი სიკვდილი მივიღოთ და მართლაც ასე მოხდა.
ორმოში ჩაყარეს და ქვებით ჩაქოლეს და აი ესე შეწირეს საკუთარი თავები ქრისტეს. ეხლა ჩვენ რო დავაკვირდეთ, ესე იგი ყველაზე ძვირფასი რა აქვს ადამიანს? ყველაზე ძვირფასი აქვს თავისი სიცოცხლე. ამაზე ძვირფასი არაფერი არ აქვს. ხო და წარმოედგინეთ, რამდენად შეიყვარეს ქრისტე, რომ თავისი სიცოცხლე შეწირეს მას. ეხლა ხომ მოხდარა ესეთი რამ, რომ დაუშვათ ადამიანი გიყვარს, მაგრამ აი მოგივიდა აზრი, ასეთი აზრი მოგივიდა, რომ მოდი შენი საყვარელი ნივთი აიღე და აჩუქე. არ ყოფილა რომ დაგნანებიათ და ვერ გიჩუქებიათ? ხო ყოფილა. ხო და ნახეთ, ესე იგი ჩვენ ეს ნივთი უფრო მეტად გვიყვარს, ვიდრე ის ადამიანი და ეს ნივთი ვერ გავიმეტეთ მისთვის. გესმით რაზე ალაპარაკი? და აი ამ ბავშვებმა თავისი სიცოცხლე გაიმეტეს ქრისტესთვის. გესმით რა გააკეთეს? ხო და აი რამდენად შეიყვარეს ქრისტე, წარმოიდგინე. ჩვენ ესე იგი აი ამ ბავშვებს უნდა მიუბაძოთ. ოღონდ ახლა ნახეთ რითი უნდა მიუბაძოთ. ყველაფერი საერთოდ ძალიან პატარიდან იწყება. ჯერ ცოტა რაღაცაში უნდა ავარჯიშო შენი თავი. ცოტა რაღაც უნდა დათმო ღვთის სიყვარულისთვის. მერე კიდე ცოტა უფრო მეტი უნდა დათმო. მაგრამ თუ ადამიანი არ შეიყვარე, შეუძლებელია რომ უფალი შეიყვარე. იმიტომ რომ უფალს ჩვენ ხო ვერ ხედავთ. მაგრამ ხედავთ უფლის ხატებს. უფლის ხატები ხართ თქვენ. ხატები მარტო ის კი არ არის, რაც აქ არის კედელზე განლაგებული. ადამიანი უფლის ხატად და მსგავსად შეიქმნა. თითოეულ ადამიანს რო პატივს სცემ, ეგ ნიშნავს, რომ შენ ქრისტეს სცემ ამითი პატივს. თითოეულ ადამიანს რომ შეიყვარებ, ესე იგი ეგ ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია რომ ღმერთით შეიყვარე. სხვანაირად ვერ შეძლებ. ეხლა ერთ ადამიანს მეორეს ზულდეს და ამბობდეს, რომ ქრისტე მიყვარს, ეგეთი რამე შეუძლებელი. არა და ქრისტიანს თუ ქრისტე არ უყვარს, უფალი არ უყვარს, მაშინ რანაირი ქრისტიანია რა? თუ არ ცდილობს რომ შეიყვაროს, მაშინ შეუძლებელია რომ ის ქრისტიანად იწოდებოდეს. ამიტომაც აი ცოტა ხანში იქნება აი ამ ყრმების ხსენება და ჩვენ მათაც შეწევნა უნდა ვთხოვოთ, რომ გაგვეძლიეროთ ჩვენ აი ამ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. აბა მოდი ვცადოთ ესე იგი. რაღაცა ძვირფასი რო გაქვს, აიღე და დათმე აბა სხვისთვის. აი ჩვენი თავი ამაში უნდა ვავარჯიშოთ. ჩვენ თუ ერთმანეთს მხოლოდ იმას გავუყოფთ, რაც ჩვენ არ გვინდა, რაც ჩვენთვის ზედმეტია, ამითი ვერ მივბაძავთ. მაგრამ ჩვენ თუ რაღაცა ძვირფას გავიმეტებთ ერთმანეთისთვის, ამითი მივბაძავთ და მე მინდა გითხრათ, ერთ-ერთი უძვირფასესი რამე, რაც ჩვენ ყველას გვაქვს, ეხლა შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ მე რა მაქვს ასეთი ძვირფასი. აი ყველას რო გვაქვს, რა შეიძლება იყოს? აი სულ ყველას გვაქვს ესეთი რაღაც. რა გვაქვს? აბა ბიჭებო, რა გვაქვს ის? აი ყველას გვაქვს ოღონდ. ჯვარი? კიდევ შენ რა სიტყვი? სიცოცხლე. შენ? აი ისეთი რაც ჩვენ ერთმანეთისთვის რომ შეგვიძლია გავიმეტოთ. ხატი, კი ბატონო, რა სიტყვი? ტელეფონი გავიმეტოთ ერთმანეთისთვის, შენ რა სამ? გული? შენ? სიყვარული. სიცოცხლე. ეხლა რა, არა, მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ. ეხლა ღრუბლებში ნუ დაფრინავთ. ჩვენ რომელსაც ერთმანეთისთვის შოკოლადის გამეტება არ შეგვიძლია, ხა სიცოცხლეს გაიმეტებთ, მოდი ცოტა ძირს დავეშვათ და რაც შეგვიძლია ისა ვთქვათ. რა შეგვიძლია? გვაქვს ბედნიერება რომ სხვისთვის გავიმეტოთ. ისე ძალიან საინტერესო რამ თქვი ეხლაში. მოდი აბა ჩვენს თავებს კითხოთ ხოლმე, ჩემო მეგობარო, მაცადე. ჩვენ თავებს კითხოთ ხოლმე. ესე იგი იმისთვის შეიძლებოდა. ჩვენ თავს კითხოთ, ვართ თუ არა ბედნიერი? აი, ყოველ საღამოს კითხეთ, ვართ თუ არა ბედნიერი? და თუ არ ვართ, ისიც კითხოთ, ნეტა რატო არ ვართ ბედნიერი? ან თუ ვართ, რატო ვართ ბედნიერი? აბა შენ რა სამბ? ხეს რო იწევდი, ხო? არა, შენ? მე ტყობა ცოტა. აბა, სიკეთ.
ბავშვებო, ჩვენ ყველას უკლებლიო. ჩვენ ყველას უკლებლიო. ისეთი რომ ყველას შეგვიძლია სხვას დაუთმოთ და სხვისთვის გავცეთ. გვაქვს დრო. დრო ძალიან ძვირფასი რამე. ერთი ადამიანი მეორე ადამიანს რო დროს დაუთმობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე. შეიძლება აი სიტყვაზე ვამბობ. ადამიანი სადმე მეგობართან მიდიხარ დაბადების დღეა, ხო? შეიძლება ძალიან ძვირფასი საჩუქარი მიუტანო და მაგრამ იმ ძვირფას საჩუქარს იცი რა ჯობდეს, შენ რომ მიხვიდე და ცოტა დრო მასთან ერთად გაატარო. აი გარი ძვირფასი, იმიტომ რომ დრო ისეთი რამეა, დროს ვერ დაიბრუნებ. დრო ერთხელ გაქვს. აი დღევანდელი დღე ხო ჩვენ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოგვეცა. დღეს რა არის? 2 მარტი ხო არა? 2 მარტი. მოდი მარტი იყოს, მარტი. 2 მარტი ხო? აი 2026 წლის 2 მარტი ერთხელ მოგვეცა. მეორეჯერ ეს 2 მარტი აღარ მოგვეცემა. ამიტომ ყველა წუთს და ყველა საათს უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი. და ეხლა წარმოიდგინეთ ისეთი რამე, რაც მეორეჯერ აღარ მიეცემა, რომ აიღებს და სხვას დაუთმობს. რამხელა საჩუქარია ეგ. მაგრამ სამწუხაროდ ასეთი რამე ხდება. ჩვენ ერთმანეთთან იმიტომ ვეღარ მივდივართ, ანუ აი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი რაც არის დრო რო დაუთმო, იმიტომ ვერ მიდიხარ, რომ შეიძლება რამე საჩუქარი ვერ მიგებ. რაღაცა ვერ მიგებ და ფიქრობ, რომ აბა ხელსარიელი ხო არ მივა. მაგრამ რა თუნდა იმას შენი საჩუქარი? მიდი და მასთან ერთად იყავი და ელაპარაკე. შენთანაც რომ მოდის ადამიანი სტუმრად არა? შენც არ ელოდო იმისგან რაღაცას. შენ ელოდე იმას, რომ ადამიანი მოდის შენთან და რომ დაელაპარაკო. გესმით? ერთი რამ მინდა ვთქვა კიდე. ეს უფრო ალბათ ცოტა მოზრდილებისთვის. ჩვენ ბავშვებო არაერთხელ ხედავთ, მოდი აქეთ ჩამოჯექით, ან ცოტა უკან დადექით, კარგი, ეს ცოტა. აი იქითაც არის ადგილი და ჩვენ არაერთხელ დაგვინახავს ასეთი რამ სოციალურ ქსელში, რომ ადამიანი გამოდის და მეორე ადამიანს რაღაცებს შემოუთვლის. ვითომ აი საჯაროდ ელაპარაკება. გინახავთ ესეთი რამე? ხო გინახავთ. ეს არის ყოვლად ამაზრზენი რამ. მე თუ მკითხავს კაცი და რატო არის ამაზრზენი? თუ კაცთან რამე გაქვს სათქმელი, უნდა მიხვიდე და პირადად უნდა უთხრე. ეგრე არ არის? ეხლა წარმოიდგინეთ, აი 9 სართულიან კორპუსში ცხოვრობს ადამიანი და მეზობელთან რაღაც აქვს სათქმელი. დაუშვათ გაიგო, რომ მეზობელმა რაღაც გააკეთა. და რაღაც აქვს, უნდა ურჩიოს რაღაცა თუ ეხლა რომ გამოვიდეს აივანზე და ყველას გასაგონათ რომ ყვირილი დაიწყოს, აი ჩვენო მეზობელო ეს ასე და ასე უნდა გააკეთოს. სწორი იქნება? არ იქნება. იქნება არ უნდა, ხო და ამიტომ უნდა მივიდეს მეზობელთან, დაუკაკუნოს და უთხრას, ჩემო მეგობარო, ჩემო დაო, ჩემო ძმაო, შენ რო ამას და ამას აკეთებ, ეს ასეთი და ასეთი საქმეა. შენ რა გქვია? მე შოთ. მარტო ხარ თუ მშობელთან ერთად? აიქიც. ხო, გაიქეცი მედი მშობელთან, მიდი. მიდი გაიქეცი. აი ერთი მაგალითი მინდა გითხრათ. ჩვენ როდესაც წირვაზე ქადაგებას წარმოვთქვამთ ხოლმე. აი აქ რომ მიკროფონი მიკეთია, ხო ხედავთ? ადრე ესე კი არ მეკეთა ხოლმე. იქ წირვის დროს ამბიონზე გვერდით ერთი სტიქაროსანი იდგა ხოლმე და ასეთი ჯოხზე იყო გაკეთებული ეს მიკროფონი და ასე იწერებოდა ხოლმე ხმა. და ეს არ იყო მთლად კარგი ფორმა. ძალიან რბილად რო თქვათ, ახლა ამდენი ხანი უნდა იდგეს ადამიანი და ცოდვა ისიც რო დგას, ხო? ერთმა ძალიან ძვირფასმა სასულიერო პირმა მომწერა პირადად, რომ მამაო ასე და ასე რო აკეთებო, არ არისო ეს რაღაცა ლამაზიო და ჯობია რომ ზედ გაიკეთო ეს მიკროფონი და აი ეს არის სწორი. მე გავითვალისწინებ და მადლობა უთხარე.
გესმით? ის კი არ გამოსულა და კი არ უთქვას, რომ აი მამა ბასილი ასე და ასე რო აკეთებს, რეებს აკეთებს. გესმით რაზე ლაპარაკი? მე გირჩევთ, რომ აი ასე გააკეთოთ. თუ ვინმეს რამე შეეშლება, ნუ ეტყვით მთელ კლასს. მიდი და უშუალოდ იმ ადამიანს უთხარ. თუ აქვს ცოტაოდენი კეთილგონიერება, ის გაიგებს. ასე საჯაროდ რო ეტყვი, შეიძლება უფრო გააღიზიანო. მეორე საკითხი კიდე არანაკლებ მნიშვნელოვანი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ესე იგი ყველაფერი გადავიღოთ ტელეფონით და გავასაჯაროოთ. რაც კიდე ერთი ძალიან დიდი შეცდომა. აი სიტყვაზე ვამბობ, სადღაც მიხვედი სტუმრად. შენ უნდა გადაგიღონ ვიდეო თუ ფოტო და გამოჭიმო. ან შენთან მოვიდა ვიღაც, იქაც ეგრე უნდა გააკეთოს. და რა გამოდის? ჩვენ სხვის დასანახად ვცხოვრობთ. შეიძლება ფოტოც გადაიღო, ვიდეოც გადაიღო, მაგრამ შეინახო და დარჩეს ის სამახსოვროდ. ან კითხო, ძალიან კარგი რამე თქვი, ან კითხო. ჯერ იცი რა უნდა კითხო, ანუ ეს აი, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი ვეღარ ხვდება ამას და ეს ძალიან სამწუხარო, ანუ სანამ დადებ, მანამ კი არ უნდა კითხო მხოლოდ. რომ უღებ, მანამდეც უნდა კითხო. ახლა მე მოვხდარ ვარ, დავუშვათ, სადღაც მივედი სტუმრად და ვიღაც დადგა ესე იღებს. მე ვთხარი, ჩემსკენ არ გადაიღო მეთქი, იქით გადაიღენ. ანუ ხოლმე იკითხო ადამიანმა. შეიძლება იქნება არ უნდა ადამიანს რომ შენ გადაუღო. ეს მით რაზეა ლაპარაკი. ან მაგალითად ამას წინათ იყო კიდე. ეს შეიძლება ყოფითი საკითხებია, მაგრამ ადამიანის შინაგან მდგომარეობას კარგად წარმოაჩენს, ვინ რითის მოთქავს და რითი ცხოვრობს. აი მაგალითად ადრე იყო ერთი ასეთი კადრი. ვიღაც არ ვიცი ქორწილი იყო, დაბადების დღე იყო, რა იყო. ერთი კაცი ჭამს მოკლედ რა. და ვიღაცა მიდის და უღებს ამას. და მე ასაჯაროებს. და მე ახლა ცოტა მოზრდილებისთვის ვიტყვი გასაგებად, ვინც სუფრასთან ზის და ჭამს, ის საჭმელს ჭამს, მაგრამ ვინც უღებს, ეგ თქვენთვის მომინდია, ესე იგი, ის რას ჭამს. ესეც რაც შეიძლება შევარბილე, რა? ხო და აი შენ რო არ გიყვარს რომ ვინმე გიღებს. ჯერ თუ ხედავ რომ ადამიანი ჭამს, არც უნდა შეხედა. ეგეც არ არის სწორი რომ ადამიანი რომ საჭმელს ჭამს და შენ მას უყურებ. შეხედვაც კი არა ადამიანური საქციელია, აღარაფერს ვამბობ რომ ადგე და გადავო. ეხლა წესით სასულიერო პირი ამ თემებზე არ უნდა ლაპარაკობდეს, მაგრამ სამწუხაროდ ესეთი დროა რომ ამაზე ლაპარაკი გვიწევს. თორე ეს ადამიანს კი არ უნდა ჭირდებოდეს. ადამიანის შეგნება ის იმდენად მაღლა უნდა იყოს, რომ ამებზე ლაპარაკი ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს. მაგრამ სამწუხაროდ ეს გვჭირდება. რატომ მოსდის ადამიანს ცუდი აზრები და რატომ უნდათ რომ სხვას გული ატკინოთ? ცუდი აზრები ადამიანს ეშმაკისგან მოსდის და გულის ტკენა იმიტომ უნდა სხვა ადამიანისა, რომ სხვა ადამიანის ადგილზე არ აყენებს საკუთარ თავს. სხვა ადამიანის ადგილზე უნდა დავაყენოთ ჩვენი თავი. და ის უნდა ვიფიქროთ იმ ადამიანს როგორც ტკივა გული, როდესაც ჩვენ ასე ვექცევით. ეს ცოტა სახალისო შეკითხვები ბოლოსკენ შემოვიტოვთ. რა შეიძლება რომ ცოდვად ჩაითვალოს? ძალიან მარტივი გამოსაცნობია ბავშვები. ჯერ ერთი რომ ღვთისმცნება უნდა იცოდე და გაიგებ რა არის ცოდვა და რა არის მადლი, მაგრამ დაუშვათ არ იცი, სახარება არ წაგიკითხავს. წესით ყველა ქრისტიანი უნდა კითხულობდეს. რაც შენ არ გინდა რომ გაგიკეთოს სხვა ადამიანმა, ნუ შენ გაუკეთებ სხვას. არ გინდა რომ შეგაწუხოს, ნუ შეაწუხებ. არ გინდა რომ დაგამციროს, ნუ დაამცირებ. გინდა რომ გაგიგოს, ეცადე შენ გაუგო. თუ ამას იზავ, ცოდვას აირიდებ და თუ არ იზავ, უკვე ცოდვაში ხარ. რა გქვიაო? მე მქვია ბასილი. ხო გამოვიცანი. როცა რაღაცას გავრალებენ და არ ხარ დამნაშავე, შენდობა მაინც უნდა ითხოვო?
თუ შენდობა სიტყვა ეს შენი დიდსულოვნება იქნება. მაგრამ თუ კარგად დააკვირდები, შეიძლება შენი თავი აღმოაჩინო, რომ დამნაშავე ხარ. და წმინდა მამები ამას ამბობენ, ყველაფერში თავი დაიდანაშაულე და აღმოაჩენ, რომ მართლაც დამნაშავე იყავი. ნუ ამას ცოტა გონიერება სჭირდება, ეს ისე არ არის. რატომ გავოროთ და ეშმაკიო? ეშმაკი თქვენ ხო იცით, რომ თავდაპირველად იყო ანგელოზი, ნათლის ანგელოზი. ახლა შეხედეთ, მან არ დააფასა ღვთისგან ბოძებული ნიჭი, რომ ღმერთმა მას მიანიჭა ამ ხელა სიკეთე და ბედნიერება და ღმერთთან გატოლება მოინდომა. მადლიერი კი არ იყო იმის გამო, რაც მას ჰქონდა, არამედ უფრო მეტი მოინდომა. მასწავლებლის გაგიჟება ცოდვაო? ბავშვებო, მოდი მაშინ ასე გკითხავთ. ვინც ეს შეკითხვა დაწერა და სხვებსაც, ვინც ცდილობს ხოლმე რომ მასწავლებელი გააგიჟოს. დედა თქვენი რომ გააგიჟოს ცოდვა? ესე იგი ისი, მაშინ მასწავლებელი დედა არ არის? თუ ადამიანი არ არის? მერე? ხოდა, თუ ეცდები თქვენ რომ მასწავლებელს ისე მოექცე როგორც დედას, მასწავლებელიც ისე მოგექცეს როგორც შვილს, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. და თუ ეს არ მოხდა, ისაშავებს, ვინც ამას არ აკეთებს. და ეს ცოდვა რა თქმა უნდა. აღსარებას როცა ჩააბარებ და რასაც ჩააბარებ, თუ იგივე სიზამ, რა მოხდება? ისევ ცოდვაში ჩავარდები, მაგრამ ჩვენი მცდელობა უნდა იყოს, რომ აღარ ჩავიდინოთ ის ცოდვა. რასაც აღსარებაში ამბობ, ყველანაირად უნდა ეცადო, რომ აღარ გააკეთო. თუ მაინც მოხდა და ისევ ჩავარდი ამ ცოდვაში, არც ამის თქმა არ უნდა მოგერიდოს აღსარებაში და უნდა თქვა, თუმცა თან უნდა იზრუნო, რომ აღარ გამეორდეს ის ცოდვა. თუ მოვიტყვები ცოდვა, ტყუილი ცოდვაა და ტყუილის მამა ეშმაკია, უფალი ამბობს სახარებაში. ტყუილი ეშმაკისგან არის, სიმართლე ღვთისგან არის. თან მოდი ერთი ესეთი რაღაცაც თქვათ, აი რადგან გაბრიელი, ხო? ერთ ტყუილს მეორე მოყვება, მეორეს მესამე და ასე შემდეგ. გულწრფელი ადამიანი არის ძალიან ძლიერი. აი რომ არაფერი არ აქვს დასამალი. ეხლა წარმოიდგინე, რაც გაბრიელმა თქვა, ერთი რაღაც მოიტყუე. მერე სხვა დროს მოგიწევს, რომ იმ ტყუილის გამო კიდე რაღაცა ტყუილი შემატო, იმიტომ რომ სხვანაირად გამჟღავნდება, რომ იქ მოგიტყუები. მერე ამ ორი ტყუილის გამო კიდე მესამე გიწევს და საბოლოო ჯამში გაქვს რაღაცა კოშკები აგებული, ადამიანს რაღაცა მოაჩვენე, რომ ეს ასე. და იმის გამო კიდე მრავალი ტყუილის თქმა გიწევს და შენ უკვე იტანჯებ. შენ უკვე ფიქრობ ახლა სად რა თქვი, როგორ თქვი და სადმე ისე არ თქვა მერე, რომ ისინი გამჟღავნდეს, რაც წინაზე თქვი. მაგრამ ვინც სულ სიმართლეს ამბობს, ესეთი თავის ტკივილისგან თავისუფალი. იმიტომ რომ გულწრფელია. მართალ კაცს არ ეშინია. აი მატყუარა კაცს კი ყოველთვის ეშინია, რამე არ გამოჩნდეს ისეთი, რომ გაცხადდეს მისი ტყუილი. როგორ? ხო და როცა მართალი ხარ, როგორი კითხვაც არ უნდა იყოს, ყველანაირად შეგიძლია რომ უპასუხო, ხო მართალი? დაო ვაჟკაცო. ეგეთები ძალიან ნაკლებად არის და მაგას დიდი გონიერება ჭირდება, რომ ეგ გააკეთო. ეგეც რა შემთხვევაში იცი, დაჯექი ცოტა ხანი? არა, უწყინარი ტყუილი არ არსებობს, ბავშვებო, ყველა ტყუილი ეშმაკისგან არის მეთქი, ხო თქვი, მაგრამ ზოგჯერ არის, რომ ცუდსა და უარეს შორის გიწევს არჩევანის გაკეთება და მაგ შემთხვევაში ეგეც ძალიან საფრთხილო ამბავია. მოდი ჩვენ გვერდით მჯდომს ჩავეხუტოთ ყველა. აბაჰა.
არა, მდგომებზეც არის, მდგომებზეც, მარტო მჯდომებზე კი არა. ერთი ასეთი შეკითხვა ვაშკაცო დავძან. კარგი, ხო ჩავეხუტეთ ახლა. ვაიცადე ცოტა წინ გამოდი. ზეთი რომ ვიცხეთ ბანაობა თუ შეიძლება. ბანაობა შეიძლება ბავშვი. ანუ გუშინ 7 გზის ზეთისხება იყო და მაგას გულისხმობს. ბიბლიის წაკითხვა თავიდან ბოლომდე შეიძლება თუ არა, რატომ არ შეიძლება? შეიძლება, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე რომ წაიკითხო. შენ რაღაც გინდოდა, აბა? ზოგჯერ შეიძლება სიმართლე ყველი უნდა თქვა ზოგჯერ. რატო უნდა თქვა? მაგალითად, რატო? ზოგჯერ შეიძლება ეგეთ მოხდეს. თუ არ იტყვი, ეგ უფრო კარგი იქნება. თორე ტყუილების მეტი რა არის, იცი რამდენი ადამიანი ამბობს ტყუილს, მაგრამ ტყუილი არ უნდა თქვა. ზოგი შეკითხვა ბავშვებო მეორდება და ამიტომაც მე აღარ ვიმეორებ. კარტის თამაში და ნუ ჩამოთვლილია კარტის თამაშების სხვადასხვა სახეობები ცოდვაა თუ არაო და კარტის თამაში არის ცოდვა. რა უნდა ვქნათ, როდესაც ბავშვობის მეგობარს შენთან მეგობრობა აღარ უნდა. რა უნდა ვქნათ, თუ არ უნდა შენთან მეგობრობა, ძალით თუ არ იმეგობრე. თუ არ უნდა გაანებეთ. მოდი აქ ერთი რამე მინდა ვთქვა, ამის თქმას ისედაც ვაპირებთ. ბავშვებო, ესე იგი ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვცდილობთ ისეთ ადამიანთან ვიმეგობროთ, ვინც რაღაცას წარმოადგენს. მაგრამ ადამიანის ღირსება იმაშია, იმეგობრო მასთან, ვინც ღირსეულია და იმასთან იყო ახლოს, ვისაც შენი თავი ჭირდება. გესმით? ჩვენ ვიღაცას მივდევთ, ვისაც ჩვენთან მეგობრობა არ უნდა. და არის ვიღაცა ისეთი, ვისაც ჩვენთან მეგობრობა უნდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასეც ხდება, რომ ჩვენ მასთან მეგობრობა არ გვინდა. რაღაცით დავიწუნეთ, გესმით? რაღაცით დავიწუნეთ ნიშნავს, ჩვენ მასზე უკეთესი გონია თავი და რაღაცნაირად ჩვენ მასთან მეგობრობა არ გვინდა. განა იმიტომ რომ უზნეოა და რაღაცა ჩვენ მისგან შეიძლება ცუდი რამე ვისწავლოთ, არა. ჩვენ რაღაცა უფრო კარგი გონია თავი და მასთან მეგობრობაზე უარს ვამბობ, თაკილობთ, ასე რომ ვთქვათ. სხვა რელიგიის მიმდევარი ადამიანის შეყვარება ცოდვაო, სხვა რელიგიის მიმდევარ ადამიანთან შენ ესე იგი ქორწინების საიდუმლო ვერ დაგაკავშირებს. ანუ ჯვრისწერა შენსა და მას შორის არ მოხდება. და ნებისმიერ ადამიანს თუ ქრისტეზე წინ დააყენებ, უკვე ქრისტიანი აღარ ახარ შენ. თუ მოხდა ასე, ეხლა ეს როგორც ჩანს ცოტა მოზრდილი ადამიანის შეკითხვა, თუ მოხდა ასეთი რამე, ბავშვებო. თუ ის ადამიანი, რომელიც შენ შეგიყვარდა, თუ მოინათლება, გახდება ქრისტიანი, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ შენ უყვარხარ. მან უნდა გაიცნოს ქრისტიანობა. უნდა გაიცნოს ქრისტიანობა და ქრისტეს გამო უნდა მოინათლოს. შენ რომ ცოლად გაყვეთ თუ შენთან ერთად რომ შენ რომ გამოყვეს ცოლად, მაგიტომ კი არა. არამედ ქრისტე უნდა გაიცნოს, ქრისტიანობა გაიცნოს და ამიტომ მოინათლოს და მე შეიძლება. მაშინ როცა ქრისტიანობა იდევნებოდა გამართლებული იყო თუ არა ჯვრის სტატუსს გაკეთებაო.
მაშინ შეიძლება გამართლებული იყო კიდეც, მაგრამ დღეს აღარ არის გამართლებული, იმიტომ დღეს ესე არის და თქვენ ყველა შეგიძლიათ რომ გულზე ჯვარი ატაროთ. ხელების დასერვა ცოდვაო, ხელების დასერვა, ბავშვებო. მე ახლა უცბად ორი მიზეზი ამომიტივტივდა თავში. რატომ შეიძლება ადამიანმა ხელები დაისეროს? ერთი იმიტომ, არა, ცუდი მიზეზებია, კარგი კი არა. ერთი იმიტომ, რომ სასოწარკვეთილებაში იყოს, უიმედობაში იყოს, იმედი დაკარგული კონდეს და რაღაცა თავს უნდოდეს რაღაცა ავნოს და ძალიან ცოდვა ამ მდგომარეობაში ადამიანი და გვერდში დგომა ჭირდება. მეორე შემთხვევა რა არის? მეორე შემთხვევაში სინამდვილეში ხელებს იმიტომ კი არ ისერავს, რომ თავის თავს ავნოს. არამედ იმიტომ, რომ ვიღაცამ დაინახოს და თქვას, რომ აი, ნახე ეს ხელებს ისერავს რა, ახლა. აქ არაფერი საამაყო არ არის. საცოდაობაა და გვერდში დგომა ჭირდება ასეთ ადამიანს. მანდარინებს კიდე დაგვირიგებთო? ეხლა მანდარინებმა ეხლა აღარ მოიცხადა, ეხლა შოკოლადებს დაგირიგე. შოკოლადები მოიცხა. ივნისში დაიღალეთ? მაიცა. ვინც დაიღალეთ, ბავშვებო. ნახე რა ხელა კარები აქ ამოთავს. შეგიძლიათ რომ დაისვენოთ. და ვინც არ დაიღალა და აქ მოსასმენად არის, მათ შეგიძლიათ რომ მოისმენთ. აი ახლა მე რამდენიმე წამი დაგელოდებით რომ ეს დამშვიდეთ. აბა ისე არ გამოვა, თუ ყველა ერთად ვილაპარაკებთ, მაშინ არავის საუბარს აზრი არ ექნება. ეხლა გასაგებია რომ ცოტა ბევრი ვართ და თან დაღლილები მთელი დღე სკოლა იყო, 1000 გვარი წრე იყო თუ რაღაც. თუ ვერ შევძლებთ რომ დამშვიდეთ, მე მაშინ აქ ვიტყვი რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა დასრულებული. აღარ თქვენ აღარ დაგლით და რაღაცა დასვენების საშუალებას მოგცეთ. ასეთი შეკითხვა, ივნისში როდიდან იწყება მარხვა და როდის მთავრდება, როდის შეიძლება ივნისში ჯვრის წერა? მე რო გადავხედე ბავშვებო კალენდარს, ივნისში ფაქტიურად ჯვრის წერა არ შეიძლება, იმიტომ რომ ჯერ ხსნილის პერიოდია, ესე იგი, სანამ მარხვა დაიწყება ერთი კვირა ხოლმე და იქაც არ ხდება ჯვრის წერა, თუ გამონაკლისი რაღაც შემთხვევა არ არის და მთელი ივნისი კიდე მარხვა. 12 ივლისს მთავრდება პეტრე-პავლობას. ისე რომ ცოტაც მოითმინეთ, ან მანამდე იყო ჩაღეთ. ხო, მოკლედ ეს შეკითხვები გამოილი. ეხლა მოდი ერთი პატარა ანიმაცია ვნახოთ და ეს განვიხილოთ. თუმცა მანამდე ერთი რამე მინდა გითხრათ. ბავშვებო, ერთ რაღაცას გთავაზობთ. თქვენ ხო აქ ძირითადად სხვადასხვა სკოლიდან ხართ მოსულები. გორის სხვადასხვა სკოლებიდან. ამიტომ მე ასეთ რამეს გთავაზობთ. თქვენ იცით რომ წელიწადში 3-ჯერ არის ხოლმე შეჯიბრებები. აღდგომისთვის, ეხლა რაც მოდის, ქრისტეშობისთვის და ფერისცვალებისთვის. თითქმის ყველა აი ამ შეჯიბრებას ჯილდოს სახით გამარჯვებულებისათვის მოყვება ხოლმე 5-დღიანი ბანაკი. ანუ ბანაკში მივდივართ ყველანი ერთად. მე ასეთ რამეს გთავაზობთ. თქვენი სკოლებიდან შეგიძლიათ რომ გააკეთოთ 4 კაციანი გუნდები. აი სიტყვაზე ვამბობ, აქ 2 ბავშვი დადის. შეგიძლიათ 2 ისეთი ჩართოთ, საერთოდ რომ არ ყოფილა აქ. და 15 მარტამდე თქვენ უნდა მითხრათ, ვინ არიან ის ბავშვები, ის გუნდები ვინ არიან, ანუ შეგიძლიათ 14 წელი და ზემოთ, ანუ ეს არის მე-9 კლასი და
მე-12 კლასის ბავშვები, რომელი კლასიდანაც გინდათ ამოარჩიეთ, გინდა ყველა მე-12 კლასელი იყოს, ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და ქვემოთ კიდე მე-5 კლასიდან მე-8 კლასის ჩათვლით. ნებისმიერი სკოლიდან შეგიძლიათ ეს გუნდი გააკეთოთ. აი აქ მე ნომერს დავწერ. აი ამ ნომერზე შეგიძლიათ მოგწეროთ თქვენი გუნდები სახელებით და სკოლით. ოღონდ ეს მხოლოდ და მხოლოდ 15 მარტამდე. იმის იქით უკვე მორჩება. ჩაწერა ესე რომ ვთქვათ რა, გუნდების ჩაწერა. მე გეტყვით საკითხებს, რაშიც უნდა მოემზადოთ. დაიგეგმება ერთი დღე შეჯიბრება და გამარჯვებულები ისეთი რამით დაჯილდოვდებიან, რომ მე ვფიქრობ მართლის ძალიან სასიხარულო იქნება. ისე რომ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ. ის გუნდში ყველა აი სიტყვაზე შენ რომელი სკოლიდან ხარ? აი მე-3 სკოლის ბავშვებში. ეს წუთი ჩაერთოს თორე ვერ გაგაგონა. შენ ხო ხარ მე-3 სკოლიდან, მეგობარო? მე-3 სკოლიდან ხო ხარ? რამდენი წლის ხარ? აი 11-ის ხო ხარ? ანუ მე-5-დან მე-8 კლასის ჩათვლით ბავშვებში შეგიძლია ერთი 4 კაციანი კარგი გუნდი გააკეთო. მოხვიდე და გითხრა, აი ესენი არიან ჩემი გუნდის წევრები. ვიღაც მე-9 სკოლიდან არის, ვიღაც პირველი სკოლიდან არის. და ასე შემდეგ. ო, შენ იქიდან. მოდი ვნახოთ აბა ერთი პატარა ანიმაცია და მე ერთად განვიხილოთ. პატარები ვნახოთ აბა. დიდი ხნის წინათ საბერძნეთში დედასთან ერთად ცხოვრობდა 2 ძმა. ერთ-ერთს ფილოთეოზი ერქვა. ეს ბერძნული სახელია და ნიშნავს მიყვარს ღმერთი. იმ დროს ქრისტიანებს დამპყრობლები განსაკუთრებული სისასტიკით დევნიდნენ. შვილებს რომ შეაგვიანდათ, შეშინებულმა დედამ მათი ძებნა დაიწყო. ჩემი შვილები, ბავშვებო, ფილოთეოზ! ხალხი ისე იყო შეჩვეული ბავშვებისა და მოზარდების დაკარგვას, რომ ასრემლებული დედა ვერაფრით არ უგეშეს. ევდოკია რა ისიზავ, ასეთი დრო დაგვიდგა. არ მოიტაცეს, ან კიდევ არა, ჩემო მეზობლებო, არა. ჩემი შვილები დედა ღვთისმშობელს შევავედრე. ის დაიფარავს, ისიც ხომ დედაა. აცრემლებულმა დედამ გულმხურვალედ შეავედრა ღვთისმშობელს შვილები. დაიფარე ჩემი შვილები, დედაო ღვთისაო, არიდე ბოროტი, იხსენი და მიცოცხლე ისინი, გევედრები ღვთისმშობელო. ძმები კი ამ დროს ბნელი საპყრობილის კუთხეში მიკუმჯულიყვნენ. კირილით დაღლილებს ჩასძინებოდათ. ნუ გეშინია ჩემო საყვარელო, აბა შენი ძამიკო გააღვიძე და უკან გამომყევით. გაიღვიძე, ჩქარა ადექი, ჩვენი დედიკო აქ არის. დედიკო, ჩუმად, თორემ ვერ გავალთ, დედიკო მითხრა გამომყევითო. ძმები ფეხაკრებით გახვნენ წინ მიმავალ დედას. მათ თითქმის მთელი ღამე იარეს და ბოლოს ერთ მონასტერს მიადგნენ. ეს იყო ღვთისმშობლის მიწინების სახელობის მამათა მონასტერი.
ბავშვებო, გამომყევით. ძმები მონასტერში მორჩილებად მიიღეს და ისინი დაუღალავად შრომობდნენ. რამდენიმე წელმა განვლოდა ორივე ძმა ბერად აღიკვეცა. ძმები ხშირად იხსენებდნენ იმ საოცარ ღამეს. ნეტავისაც ავიდა ჩვენი დედიკო. ალბათ ისევ მოვა. იმ საპყრობილეში შემოაღწია და აქ როგორ ვერ მოვა. მაგრამ ძმებმა არ იცოდნენ, რომ ხსნელი მათი დედა კი არ იყო, არამედ თავად ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი. ევდოკია მთელი ამ ხნის განმავლობაში ეძებდა თავის შვილებს. ღვთის საკვირველი განგებულებით ის იმავე ქალაქში ჩავიდა და იქვე დედათა მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად. სულ ცოტა ხანში ევდოკია სხვა მონაზვნებთან ერთად მამათა მონასტერში მივიდა დიდ დღესასწაულზე დასასრებად. დაინახა თუ არა ძმები, მაშინვე იცნო ისინი და გახარებულმა გულში ჩაიკრა. აქ საიდან მოხვდით, შვილებო? სად ახარ გეძებდით და თურმე აქ ყოფილხართ? აი ხომ გეუბნებოდი მოვა მეთქი. დედა, სად იყავი აქამდე? გამოგვიყვანე და წახვედი. თან რატომ არ წაგვიყვანე? რას ამბობ, შვილო? აქ იკითხარით, სულ გეძებდით მეთქი. და უცებ ევდოკია ყველაფერს მიხვდა. მიხვდა, რომ მისი მხურვალე ლოცვა ვედრება დედა ღვთისმშობელმა იმ დღესვე შეისმინა. დიდება უფალს, მადლობა ღმერთს, მადლობა ყოველთა დედას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და მარადის ქალწულ მარიამს. იგი ყოველთვის ისმენს აცრემლებული დედის გულიდან ამოხეთქილ ლოცვას. ასე მადლობდა ევდოკია უფალს და ღვთისმშობელს. ფილოთეოზიც თავის ძმასთან ერთად მუხლმოყრილი ჩურჩულებდა სამადლობელ ლოცვას. დედისა და შვილების ეს უდიდესი სიხარული მონასტრის მთელმა ძმობამ გაიზიარა. ყველა ერთად ადიდებდა ღმერთს. ფილოთეოზი ათენის წმინდა მთაზე დაემკვიდრა და იქ სრულ მდგომარეობაში ცხოვრობდა. იგი სიკვდილის შემდეგ წმინდანად შერაცხეს. ხვალინდელი დღე არის დედის დღე. თქვენ შეგიძლიათ რომ დედები გაახაროთ ესე. თქვენ შეგიძლიათ რომ მარტო ხვალინდელ დღეს კი არ გაახაროთ დედები. დედები სულ გაახაროთ და თქვენი ცხოვრებით თუ დედა გახარებული იქნება, ეგ ნიშნავს რომ თქვენ ღირსეული ადამიანები იქნებით. ყველაზე მეტად დედას ეგ გაეხარდები. როგორი საჩუქარიც არ უნდა მიუტანო, შენს ღირსეულ და ვაჟკაცურ ცხოვრებაზე მეტად დედას არაფერი არ გაახარა. და ადამიანის, აი მოდი ბიჭზე ვთქვათ, ჩემო მეგობარო, ვაჟკაცობა ის კი არ არის, დედას უხეშად უთხრა, შენი რაღაც აიხირო და ის გააკეთო, დედას კარები გამოუჯახუნო და განერვიულებული დატოვო. ვაჟკაცობა ის არის, დედას რო გული დამშვიდებული ექნება, რომ შენ ესეთი ღირსეული და პატიოსანი ადამიანი ხარ. აი ეგ არის კარგი ბიჭობა, კარგი მანდილოსნობა ეგ არის. ვინც ეს მოახერხა და მან დედის კეთილგანწყობა მოიპოვა. დედა ისედაც კეთილგანწყობილია ჩვენს მიმართ, მაგრამ დედას რომ თავი მოაწონო, როგორც ადამიანმა, როგორც შვილმა, როგორც კარგმა ვაჟკაცმა თუ მანდილოსანმა, ეს უფრო რთულია, ვიდრე გარეთ ვიღაცას მოაწონო თავი. იმიტომ რომ იმ ვიღაცის წინაშე შენ შეიძლება 1000 ნიღაბი გაიკეთო. ვითომ ასეთი ხარ, ვითომ ისეთი ხარ. დედის წინაშე ამ ნიღაბს ვერავინ არ გაიკეთებს. დედა ზეპირად გიცნობს, იცის ვინც ხარ და რაც ხარ. ანუ დედა ისეც ხედავს, როგორიც სინამდვილეში ხარ. და დედა თუ ფიქრობს, რომ კარგი შვილი ყავს და ამითი გახარებულია, დამშვიდებულია გული, ესე იგი შენ მართლაც ღირსეული ადამიანი ყოფილხარ და მე გისურვებთ, რომ აი ესე გაგეხარებინოთ დედები, არა მარტო ხარ, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში. დედიკოებო, გილოცავთ,
ხვალინდა დღეს და ღმერთმა თქვენი შვილების ბედნიერებისათვის გაყურებინოთ ყოველთვის. ავდგეთ ვილოცოთ, აბა.